გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია ერეკლე და დღეს იქნება საინტერესო ვიდეო, იმიტომ რომ დღეს მე ვიყიდე, ამ წამს ვიყიდე ორი ახალი Game Pass-ი, რომელსაც ქვია Land Uncold, სადაც შეგვიძლია დავასპაუნოთ ახალი სახლები, შეგედით აი ეს ყველა სახლია, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, რომ ეჩება და ვიყიდე კიდევ Speed Uncold და ახლა მაქსიმალური სიწყე მანქანაზე 200 და ახლა წესით ტურბო რაღაცა აჩქარო მანქანა ტურბო რაღაცეებით. ახლა გაჩვენთ. აი შეგდეთ, ხომ ვიღებ ჩვენ საყვარელ მანქანას. და ისა ორი წამი ჯერ ვაკეთებთ მწვანეს და შეგდეთ აქ არის Max Speed 200. თუმცა ეგ ამ ხელს ისწრაფეს და ვიმე ტურბოებს გაჩვენეთ ცოტა მერე, ჯერ 100 კილომეტრის ისწრაფე იყო, როგორც ადრე მქონდა, რომ ესაც აი დაიცა რა ქვია მაგ Game Pass, აი ეს VHL upgrade რომ ვიყიდე. ხო, წამოაბა ერთ სახს დავდგამ, რომელიც ეგეთი რაღაცა State-ung ეგეთ რაღაცა Game Pass-ია საჭირო, ეგეთი რანჩოზე. შეხედეთ. აი ნახოთ აბა ახლა. აი რაც გინდა იმ სახლის შეგილია დადგმა. მე დავდგავ ჩემს საყვარელ სახლს, აი მაგას. და ისა შეხედეთ, აი როგორ გამოიყურება აქ სახლი და პლუს. აქ ემატება შეხედე ეგეთი. რა ქვია იმას? სახლი ხეზე, აი გაჩვენებთ ახლა მაგასაც. ოღონდ მანქანა შევიყვან გარაჟში. აი ეგრე დავკეთდა ახაც მაგრამ მანქანას მერე გაჩვენებთ. ორი წამი სახლი არაფრით არ გასხვავდება, სახლი ეგეთივეა. უბრალოდ სხვაგან არის და აი აქ რაღაცა შეხედეთ ხედა ედგა კიდევ ემატება და კიდევ ეგეთი სახლი ხეზე. შეხედეთ აქ როესაც ადიხარ ეგრე აქ არის ეგეთი სათამაშო ადგილი. მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული, კიდევ უფრო ზევით შეგიძლია ახვიდე მაგ სახლის სახურავზე. ხო, ეგრე. აქ კიდევ შეგიძლია გადახვიდე იმ ფერმის სახლის სახურავზე. ხო, ეგ რაღაცნაირად. მაგარია. ეხლა კიდევ გაჩვენებთ მანქანას. რამდენი სისწრაფე აქვს საერთოდ. წამო, ეხლა არის 100 სისწრაფე, მაგრამ ჩვენ ეხლა მაგას შევასწორებ და დავგავთ 200. ეხლა გვაქვს 200 სისწრაფე. ეხლა 200 სისწრაფეზე წავალთ მეგობრებო. თხილად იყავით, ჰიჰი. თავიდან ვერაფერს ვერ ამჩნევ. მაგრამ შემდეგ ისე სწრაფად წახვალთ მეგობრებო, თქვენ უბრალოდ არ წარმოგიდგენიათ. ვისაც არ აქვს ეს Game Pass-ი არ იცის. მე ახლა მაქვს. შეთ? უფრო სწრაფია, ხო? იტყვით არ არის ისეთი სწრაფი, ხო? მე ახლა გაჩვენებთ არ არის სწრაფი. ჩავთავ ტურბოს. ერთი ტურბო. ეს ერთი ტურბო დიდს არაფერს ამატებს, მაგრამ თითქოს უკვე მანქანის ტარება უფრო რთული გახდა, იმიტომ რომ ზოგადად რომ უფრო სწრაფია მანქანა, უფრო რთულია მისი ტარება. შეხედეთ, მე თითქოს უკვე ვეღარ ვატარებ კარგად უკვე და 200 სისწრაფე მიდგას და შეხედეთ ახლა რა დაემართა ჩემ მანქანას, შევეჯახე. თან 200 სისწრაფე მიდგას, თან ტურბო. გობათ იტყვით, ესეც არ არის ისეთი სწრაფი რა. მაგაზე სწრაფი არ არსებობს აქ, ხო? არა, რა თქმა უნდა არსებობს. მე ახლა ჩავთავ 2 ტურბოს სისწრაფეს და გაგადაირებით ახლა უბრალოდ შეხედეთ. რა სწრაფები ვართ უბრალოდ.
ვაიმე, ისე მიჭირს უკვე კონტროლი მანქანის, ვაიმე, უკვე ვეღარ ვატარებ, თან არასი სისწრაფე მაქვს, უბრალოდ ვერ ვიგებ, 200 სისწრაფე, ნუ. შეხედე უკვე ვეღარ ვაკონტროლებ მანქანას, მართლა სპეციალურად არ შვები თვითონ აკეთებ. ვეღარ ვაკეთებ, ვეღარ. თუ ალბათ იტყვით, ისე გაგვაკვირვე, კარგი, ეხლა ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ მაგაზე მეც უკვე ვეღარ გაგვაკვირვებ ერეკლე, მაგრამ მაინც არ გავჩერდები. ეხლა გაგაკვირვებთ კიდევ უფრო და უბრალოდ შოკში იქნებით. კარგი, შევდივარ სისწრაფეში და ვირჩევ 3 ტურბო სისწრაფეს. და ნახოთ აბა ეხლა რანაირი სწრაფი იქნება ჩვენი მანქანა. ტარება შეუძლებელი ხდება მანქანის. შეხედეთ, მე უკვე არ შემიძლია უბრალოდ მანქანის კონტროლი. შეხედეთ, ის ყველგან თავის ჭკუაზე მიდის უკვე თითქმის. არა, მეც კი ვატარებ, თორემ ეხლა რომ დაისაგეთიკით, ხაირი ხომ ავატარებ. არა, მე კი ვატარებ, მაგრამ ისე რომ რაღაცა ეგრე რომ აკეთებს რაღაცა ეგრე რაღაცნაირად როგორც ეგრე მაგას თვითონ აკეთებს მე კი არ ვაკეთებ ეხლა იმიტომ შევეჯახე რომ მაგ ტურბომ შემიშალა მეგობრებო შეხედეთ რა სწრაფია უბრალოდ მანქანა კონტროლი არ შევიძლია ვაიმე მე რა ხდება სიგნალიზაცია ჩაერთა არა ვაიმე კინაღამ ბასეინში ჩავარდი მეგობრებო ძალია ეგ არ მოხდეს თორემ არ ვიცი დავიხრჩობი მე ბურგერ-ბარს შევეჯახე თავარია ცოტა უფრო თხილად ვიარო რამენაერად თორემ უკვე პოლიცია დავიწყებს ზევნას ვიღაცა გიჟი დადისო ქალაქში 200 კილომეტრი სისწრაფი ვითო და თან 3 მაქსიმალური ტურბოთო რა ხდება მეგობრებო კონტროლი არ შემიძლია უბრალოდ რამენაერად მაინც გავიდეთ აქედან მე რა ხდება მოდი კარგი დაბრუნდეთ ჩვენ ადგილას ვაიმე მაგრამ მგონი შეუძლებელია თითქმის ესა უკვე ვაიმე დაბრუნდეთ ჩვენ სახლში თორემ ეხლა ცუდად გავხდები უკვე ამდენი შეჯახებებისგან მანქანა ისეთი სწრაფია გეგონება ხომალდი არისო მოკლედ მეგობრებო ეხლა მიხვდით რა არის სწრაფი ვაიმე სამ გადავარდი რა გავასწოროთ ეხლა ჩვენი მანქანა და წავიდეთ კიდევ ჩვენ გზაზე აფრინდება ეხლა ჩემი მანქანა უბრალოდ შეხედეთ ვაიმე არ შემილია რა ისეთი სწრაფი და შეუძლებელი გახდა მისი ტარება ვაიმე აბა ფთხილად ვინმე მოკლედ თქვენ თვითონ ხედავთ ყველაფერს რა კარგი ერთი იდეა მომაფიქრდა ой წაიმოდი ეს ტურბო მოხსნათ თორემ არ ვიცი რა მომივა უბრალოდ რა რაღაცა ერთ ადგილას წავიდეთ და რაღაცა ექსპერიმენტი გამოვცადოთ ტურბოები ჩავხტოთ მე რაღაცა უქნათ მეგობრებო შეედეთ აი ტურბოების გარეშეც კი როგორ მიჭირს მაგ ყველაფერს გაკეთება რა ისეთი შქარია 200 კმ/სთ გონი 300 კმ/სთ რომ არსებობდეს საერთოდ მაგ ქალაქში ტარება საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა მაგრამ კიდევ კაი ეგეთი რაღაცა ჯერ არ არსებობს ერთი რაღაცა
ეს მანქანა მოდი გავაქროთ და რაღაც ეგეთი პრემიუმ მანქანა მინდა დავასპავნო რბოლებისთვის ეგეთი და იმაზე გამოვცადო ეს ყველაფერი ეს 200 მაქსიმალური სისწრაფე 3 ტურბოთი და რა სისწრაფე იქნება და მინდა ჩვენი საყვარელი მოვარდნიდან გამოვფრინდე რა იქნება ვაცადოთ აქედან გამოფერა მიდი მე თავარია ვერ ვაკეთებ რა ანუ არ შემიძლია მანქანა დავიჭირო უბრალოდ ეგრე კარგად არ მისწავლებია მანქანის სტარება პროფესიონალი კი ვარ მანქანების წაიბში მაგრამ ეგრე კარგად მაინც არ ვიცი აბა ვაი რას ხალისოა მეგობრებო არა თუმცა ისეთი საშიშია ეხლა გაკვირვებული ვარ რომ არ მეთკინა რაღაცა აქედან რომ გადმოვარდი თავდაყირა მიყირავდა ეს მანქანა მიდი თხილად აი მე ისევ გადავყირავდი თავი როგორ არ მიტყდება მაინტერესებს მაგრამ თუ თავი გამიტყდება მეგობრებო იცოდე ჩემი ბრალი არა მე ისეთი სწრაფია ეს მანქანა ვიმე წამ თხილად მივდივართ ვიმე კიდევ გაიხლა არ გადამიყირავდა მანქანა თორემ უკვე ალბათ მართლა გატეხილი თავი მექნებოდა ვიმე მეგობრებო შეუძლებელია რა იქამდე მოდი ეგრე მივა რომ უფრო ადვილი იყოს გამძარცვა ახლა კიდევ ვიღაცამ კარგი არ მაინტერესებს ვიმე ეთყობა ვიღაცა იფიქრა რომ მდიდარი ვარ და ამიტომ ხო მეც როცა მდიდარ სახლს ხედავ ვიღაცას აი ეგეთ რაღაცა გეიმპასი რომელიც მე ვიყიდე და კიდევ რაც სახლებზე რომ არის გეიმპასი ძალიან დიდ სახლებს რომ გაძლევს ეგეთებს რომ ხედავ სულ მინდა გავძარცვა ან უბრალოდ სახლში შევიდე და არ არის ეს გასაკვირი და მეგობრებო მე ძალიან ვოცდებ ეგეთ დიდ სახლებზე და ეს აუცილებლად ამისრულდება როდეს მე ვიყიდი ეხლა არ მყოფნის უბრალოდ რობუქსები იცი რა აი დღეს ვიყიდე რომ ეს რობუქსები ამწამს უბრალოდ და როცა ვიყიდე მქონდა 428 რობუქსი მაგრამ ეხლა დამრჩა 33 რობუქსი აი 2 წუთში დავხარჯე ყველაფერი თქვენ რა გიგონათ 280 რობუქსი ღირს ეს გეიმპასი რომელიც სახლებს გასძლევს რომ რაც სხვაგან რომ დადგა და 115 რობუქსი ღირს ეს speed unlock-ის გეიმპასი თქვენ რა გიგონათ რა კარგი მოგენ დავიღალე უკვე რა მოდი ჩვენ სახლში დავბრუნდეთ დავისვენებ ცოტა ხანს მაინც ოპა ეხლა დავისვენებ ცოტა და მე ეხლა ამ ვიდეოს დავათაებ მეგობრებო არ დაგავიწყე ლაიქების დაწვა და ჩემი არხის გამოწერა ყველას ნახვე მდის